დიდი მადლობა სიფასო მეგობრებო, ეხლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი წამყვანი სოლისტი შალვა მოძღვრიშვილი, რომელიც დღევანდელ ქორწილთან დაკავშირებით ძალიან მხიარულ სიმღერას შეასრულებს. როგორ გთხოვთ, ტაში არ მესმის ხალხო? ისეთი წარმოდგენა რჩება, რომ ლენინგრადში ხალხმა ან ტაშის დაკვრა არ იცის, ან ქეიფი. გთხოვთ ცოტა ტაში, ხალხო, გურვალე ტაში, ძალიან გთხოვთ ყველას. მაშასე შალვა, აბა შენიცი რა ეხლა. რაღაც ქეიფია, სიმხიარულია და რაც შეიძლება ერთი დაშხოშიანი ჩვენებური შაუბერე. გთხოვთ. სიყვარულო რა ხარო ვისთვის ტანჯვა ვისთვის წამება ხარო შალვა სამხიარულო გითხარი თუ ზმოხა რა დაღამდება არ ესმის გულირით გავახარო მაიცა რა ის გადამრჩა ამწარია რა ამწარია დაღამდება შალვა ალიკ მაცალე რა აჩერე რა თუ ზმოხა რა არის ამღერი რა მიშკა რა მოგივიდა ბიჭო, გამოვაცხადე ძალიან სამხიარულო სიმღერას მეთქი. ხორცილია და თავი ქვას ვაყალო და წყალში გადავარდეო და თავი მოვიკლეო. რა გჭირს ასეთი ძმაო, გამაგემილი. მიშკა, ესე იგი, რო გამოვიდი აქ სასიმღეროთ? სიმღერა რო უნდა მომღერა. ესე იგი, სხვა სიმღერა არ მომივიდა რა საერთოდ. მაგრამ ხორცილია ძმაო, რატომ ვერ გავიგე, რა პრობლემაა? მიშკა, შენ რო იცოდე ჩემს თავს რა გადახდა. ნუ რა პრობლემაა გაგვაგებია? მიშკა, შეყვარებული ვარ. შეყვარებული ხარ? მე რა პრობლემაა ვერ გავიგე. მიშკა, სასიდედო რომ დამიწუნა. ვინ დაგიწუნა ბიჭო? დამიწუნა და მითხრავარი. სასიდედო რომ მოარი გითხრა, რატომ? ჩემ შვილს არ გამოადგება უფულო და მომღერალი რაო რა გითხრა? ჩემ შვილს არ გამოადგება უფულო და ლოთიქამალი ბრავო, ძალიან ჭკვიანი სასიდედრო ყოლია. ნეტავ ის დღე დადგებოდეს სასიდედრო. აჩერე ბიჭო. აიყო რა. ოცა ბიჭო, ასე ნუ გაიმეტებ ამ სასიდედროს, კიდე გამოგადგება თუ ძმახა. მიშკა, ერთი შესაკითხი მაქვს, ხალხო. ძალიან მინდა მიშკა შევეკითხო. აი, რო გიყურებ შენ და შენ სიდედრს. ესე იგი, ძალიან უყვარხარ შენ სიდედრს და როგორ მიაღწია ამას? მითხარი რა, შეიძლება გამოვაჩინო. აი, თუ ძმახა. მაგას რა უნდა ბიჭო? ფულის ჯოჯოხეთს ანათებს. ფულსიმენებენ თავდება. ფული რა შუაშია, ხალხო, კარგი ბიჭობაც ხარდება. ფულის დაკლა და შენახვა. ეგეც ხომ დიდი ნიჭია. შირად გაიგები ტყვია. ფული აქვს, კარგი ბიჭია. რა შუაშია? თავარია გქონდეს ფული. რა ფული, კაცო? რომ არისო დაჩაგრული. თავარია გქონდეს ფული, დოლარი. რომ არისო დაჩაგრული. გაიგე? ვერ გავიგე. ლეილა, მოდი რა ერთწუთი რა. ერთი აუხსენი რა ამას რა. მითხარი რა შუაშია? არა მაქვს ფული, სადა მაქვს ფული, კაცო? ფული გაქვს? ფულის მეტი რა მაქვს? თუ ფული გახშენივა, თუ არა გასწრისივა, თუ ფული გახშენივა, თუ არა გასწრისივა. რა შუაშია, გოგო? გაიგე? გაიგე ბრა. გავიგე. რა გაიგე? მეგობრებო, მე ვარ მომღერალი. ხან მომღერებს ხან კი არ არალი. ხან მომღერებს მორთმეული ფული. ხან კი ამ სიმღერის სიყვარული. ხან მომღერებს მორთმეული ფული. როგორ მოდის? გადახან, ხან კი ამ სიმღერის სიყვარული. მე რა გინდა? არაფერი არ ჩამივა ხელში. რატო, კაცო?
სანამ ფული არ მექნება ხელში გინ ფრაგებში გინ და დოლარებში გინ ბიტერში გინ და ისრაელში სადა გინ ფრაგებში გინ და დოლარებში გინ ბიტერში გინ და ისრაელში ერთ რაღაცას მივხვდი შალვა სანამ ფულს არ მომუტანთ ქორწილი არ ჩატარდება ყველაფერი ხო? ახლა უკვე გავიგე რომ ფული უნდა გქონდეს რომ ცოლი გაგატანონ რომ ფული არის საჭირო ამ ცხოვრებაში რომ ცოლი მისცემა საერთოდ ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიოს და მოდი რა ერთი კიდე აუქსა ერთი დაუმტკიცოთ მითხარით რა არა ვინი ბადება ქვეყანას უაზროდ ყველას თავისი კარგი და ცუდი დაუქნა რა ავიწესით ნაზია აციცესით მკაცრია და სულ ყველას თავის ველია იცოდე ეს თუ არ გაგიმართლებს იცოდე გაგიმართლებს იცოდე ეს თუ ფული ვერ შორე იცოდე იცოდეთ დღეს თუ არ გამიმართლებს იცოდეთ გამიმართლებს სხვა იცოდე ეს თუ ფულს არ გაძლევე იცოდე მოვიდაცებ ხვალ შენ აი თქვენ გენაცვალე მოვიტაცებ კი ნამდვილად რა კი აუცილებლად აი მე თქვენ გენაცვალეთ ტაში დამიკარეთ ხალხო ხომ გვეხმარებით ცოლი უნდა მოვიტაცოთ